მოკლედ სრული სამართლებრივი აბსურდი თქვი, მაგრამ ალბათ უფრო უკეთესია ვთქვათ, რომ ეს აღარ არის უკვე არანაირი აბსურდი, ეს გაფორმებული რეალობაა ჩვენს ქვეყანაში, გაფორმებული რეპრესიები და მართლა როგორი წარმოუდგენელია, ხო, თუნდაც Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო ადამიანს უშვებდნენ ციხეში, გაიხსენეთ თქვენი იყო ეს კომენტარი თუ არა? იცით რა, დილის 5-ის ნახევარზეა, მაგრამ ეს ბავშვებს რო ეუბნებიან, რომ გაგაგვიძეო და გახსოვდესო, ალბათ ძილშიც მახსოვს ხოლმე ვინ არიან ჩვენი რა ბიზნეს მოსამართლეები და აქედან გამომდინარე გამოიწვია ამ თუ არა მით უმეტეს ვეთახმები ასე ვთქვათ ამ შეფასებას, იმიტომ რომ და იმსახურებენ, ნუ ჯერ მარტო სათაურით დავიწყოთ, თქვენ კარგი შესავალი ქონათ ძალიან და ტრადიციულად ასეა ხოლმე. ნუ ხა ადამიანი თუ იკითხავს მაინდა-მაინც ტროტუარზე უნდა შეიკრიბოთო, ნუ ესე იგი ეს ბუნებრივია აღშფოთების სხვადასხვა ფორმების ბადებს ეხლა მაინდა-მაინც ლამაზი შეიძლება არ იყო კომენტარი, მაგრამ ეხლა გადავწყვიტე ყოველ ჯერზე რო არ დაგვიჭირონ ხოლმე ნაბიდურებს დაუძახებ და ეხლა მედაო ნაბიდვარი რაუბედურება. ნუ ხა ტრაიკომიკური ვითარება, თუმცა თუ ჩვენ შევეგუებით ამას, გვაგუებენ, ფაქტია. გვაგუებენ. 1-2 ჯერ დაიწყეს აი სავალ ნაწილზე ზურა მეთაშაშვილი ვარ გავიხსენო, არ შეიძლება და ხშირად გავიხსენოთ ეს ადამიანი, ასაკოვანი 62 წლის არის თუ არ ვცდები ეს ადამიანი, სავალ ნაწილზე დგომის გამო უკვე მეოთხე თვეა თუ 4 თვეზე მეტია პატიმრობაშია და ალბათ ერთ წელს მოახტევინებენ კიდევაც, იმიტომ რომ პროტესტს გამოხატავს სავალ ნაწილზე შეელოთ ეს ადამიანი მაქსიმუმ გადაიყვანათ ტროტუარზე და ამთავრდებოდა ამითი ყველაფერი, ხო, ბუნებრივია, ან დაეჯარიმებეთ ყოველ შემთხვევაში. თუმცა ეს ჯარიმების ისეთი მძიმეა, მე უბრალოდ ამ ბრძოლაში ბინაც წამართვა ბანკმა, მაგრამ ნუ ხო, ცოტათი ადრე. ეს ჯარიმები ხო, ნუ წლების წინ მოხდა მსგავს ვითარებებში, მაგრამ ნუ ანუ ვისაც რაღაცა ელემენტარული ან საცხოვრისი დარჩა, ან მაგალითად ვიღაცა ტაქსაობს, ვიღაცა აი 6 წლის მანქანის არ იყოს, ნუ სიგიჟია. უმუშევარ ადამიანებს საერთოდ შემოსავალი რომ არ აქვთ, ან აქვთ ძალიან დაბალი შემოსავალი, ან ეს ჯარიმა მომაუკრინებელია. შემოსავალი წარმოუდგენელია, რომ ის ჯარიმები აწიოს. პროტესტის გამო ტროტუარზე რომ დგას კაცი ან ხალი, რასაც მას სახელმწიფო აკეთებს. 5000 ლარი ქვეყანაში სადაც რეალური საშუალო ხელფასი 600-800 ლარია და შეუძლია ეს ყველამ გადაამოწმოს ან კონსულტანტებს რო უძახიან მაღაზიის გამყიდველები, მარკეტის გამყიდველები და 600-დან 800 ლარამდე აქვს ხშირ შემთხვევაში მათ ხელფასი და საშინელი უამრავი პირობების ამუშავო ყველანაირი დავალებები, რომელიც ეხებათ თუ არ ეხებათ და ამ რეალობაში ანუ ნახევარი წლის ხელფასი მათ უნდა გადაიხადონ, იმიტომ რომ პროტესტი გამოხატა. ნუ ეს არის ყოველად შეუსაბამო კონსტიტუციასთან თავისთავად. ანუ ჩვენ თანათან გვივიწროვებენ ყველა საშუალებას აზრის გამოხატვის. სად შეიძლება აზრის გამოხატვა, ხო? ეს არის სოციალური ქსელი, ეს არის ტელევიზია, ეს არის იგივე აქცია, ხო? აქციები პრაქტიკულად აგრძელეს, შეიძლება ასე ითქვას. დღესდღეობით ჩვენ ერთი დაბიჯიღა დარჩათ, მეც ვიყავი პირველ 7-ეულს შორის, ვისაც სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს, აღძრო აღარ ქვია ხა ფორმალურად, მაგრამ ამ მნიშვნელობა გამოძიება დაიწყეს ტროტუარზე განმეორებით დგომის გამო. ნუ ხა სადა ვართ, ხო? სადღაც ვართ რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას შორის, ხო? იმიტომ რომ და როგორი წარმოუდგენელი შესაძლებელი იყო ეს გაებედათ ამ თუნდაც ადმინისტრაციული პატიმრობა. თუნდაც და ტროტუარზე დგომის გამო ეს დაეკანონებინათ, რომ შესაძლებელია შენ გწნო სამართალ დარღვევა. არა, უარესად, სისხლის სამართლის დამნაშავე. გამოხატული აზრის გამო, დაწერილი კომენტარის გამო, მაგრამ ჩვენ პატარა გოგოები ვნახეთ, ხო? ციხეში ში გამოკეტილი დეპუტატისთვის დაწერილი თუნდაც შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო თუ შეძახილის რა მნიშვნელობაა? შენ გემახსოვრება ქალბატონი კლარა შუკვანის პლაკატი არძიმბას ნახმარი შევარდნაძე და შევარდნაძეს არ გაუბედია, მე მგონი კლარა შუკვანი კი დააკავეს, მაგრამ მე მგონი დიდხანს არ ყოფილა პატიმრობაში და ბოლო პერიოდის შევარდნაძე ამათთან შედარებით იყო დემოკრატი, თუმცა მე ვებრძოდი მას და მას უამრავი ცოდვა ჰქონდა, რა ვიცი, როკის გვირაბიდან დაწყებული, თუნდაც კანონიერი ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებული ქმედებებით დამთავრებული, მაგრამ ბოლო წლების შევარდნაძე და თუნდაც სააკაშვილი ჯამში ვავიღოთ ყველას თუ რამე დაუშავებია და ყველა რეჟიმის წინააღმდეგი ვიყავი, ერთად აღებული და კვადრატში აყვანილია ბიძინა ივანიშვილთა პრორუსი. დამატებული ამას პრორუსი და პროაიათოლისტი, იმიტომ რომ ნუ ახლა მე სხვა შორის რო გავიგე საპატიმროში ზარების შეზღუდული აქვს ერთ ზარის მეშვეობით რომ აიათოლა მოკლეს, ნუ პირველი რაც ვიკითხე თან ნახევრად ხუმრობით რომ კობახიძე ხომ არ წასულა გასვენებაში თქო, იმიტომ რომ აი ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. ვინც კი საქართველოს ტერი ყოფილა, რა ვიცი, რუსეთთან დაწყებული აგრესიული ირანი დასრულებული და დიდი განსხვავება ირანელ ხალხს ჩვენ არ ვაჩვენებთ ჩვენში, იმპერიალისტ ირანელებს ვთქვათ, იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ხალხსაც ხოცავენ აიათოლას ასე ვთქვათ რეჟიმის არ იყოს, ხო? ისევე როგორც რუსებს, ეხა ჩეჩინზე ვლაპარაკობ ხოლმე შეად და მისი მეუღლე რა გვარია, ეხა დამავიწყდა. ჩეჩინი და
ზინოვკინა ხო ძალიან ცუდად არიან თან როგორც ვიცი ზინოვკინა ავათარი ძალიან ესეთი რუსები რა თქმა უნდა გურჩემნია მოღალატე და სამშობლოს გამყიდულ ქართველებს ბიზნესნაირს 1000 ბიზნესნაირს ჯობია ეს ორი ან ერთ-ერთი მათგანი ამ სოლქმარიდან ხო რომელიც იქაც უსამართლობას ებრძოდა თავის ქვეყანაში და ჩვენს გვერდითაც იბრძოდა ამის გამო და მათ აწვალებენ და რა ვიცი ლამის სიკვდილის პირასხავს მიყვანილი და ჩვენ ეთნიკური ნიშნით კი არ ყოფთ ამ ხალხს უბრალოდ პირველი რომ საკუთარ ქვეყანაში ხარ პირველ რიგში მოქალაქეზე უნდა იზრუნო და არაბიზაციას როცა ახსენებთ ხოლმე და რუსეთიზაციას ვიღაცას სუდად ხვდება ყურში მაგრამ ჩვენ ეთნიკურ ნიშანზე არ გვაქვს პრეტენზია გვაქვს იმაზე რომ საკუთარ მოქალაქეებს ქართველებს და არაქართველებს გვაიძულებენ ამ ქვეყნიდან წავიდეთ ამშივრები ვიყოთ და ამ უწამლობით უექიმობით გარემოს დაბინძურებით რა ვიცი ხესების ზემოქმედებით და სხვა ქალაქების ჩაბეტონებით რომელიც უცხოელების შენდება მათ შორის პირველ რიგში დავიხოთ რომ დაავადდეთ ან ქვეყნიდან წავიდეთ და ამ დროს უცხოელებს ასაკლებენ ფულის გამო თორე ბიზნესმენის არც აიათოლა უყვარს პირადად არც სხვა ირანელი უყვარს არც რუსი და არც თურქი და არც არავინ მას უყვარს ფული ამ ადამიანს ერთ-ერთი ღირებულება არის ფული და ამ ფულზე იყიდის სამშობლოს. თქვენ აი ყველა საპროტესტო აქციაზე დგახარ თუ არ ზიხარ ბავშვობიდან თუ არ ხართ გაკავებული ოფიციალურად შეგნებული ცხოვრება ასეა. და მე მახსოვს რომ გასული წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების დროს იმის წინა ხელისუფლების დროს ყოველთვის იყავით თქვენ მეტად აქტიური მოქალაქე ამ ქვეყნის. დღეს როგორ უყურებთ თქვენ ცვლილებები შანსს რაში ხედავთ გამოსავალს, რაც უფრო დაუმორჩილებელია საპროტესტო საზოგადოება, მით უფრო სასტიკი და რეპრესიული ხდება ოცნების პოლიტიკა. თუმცა ერთ-ერთი რაც მას აკავებს, ეს არის პროტესტი. ანუ ჩვენ საბოლოო ჯამში ორი ინსტრუმენტი გვაქვს რეალური, ეს არის აქციები და სანქციები, ამაზე ხშირად გულაპარაკია იგივე ლეიბორისტებს, მაგრამ და იცით რომ სანქციების მხრივ ნამდვილად პიონერი იყო შავანთელაშვილი და ეს პარტია მე სულ არ ვიყავი ამ პარტიაში 7 წელია ვარ, როცა მაშინ ითხოვდა სანქციებს, როცა ადამიანებს ეგიმებოდათ, მაგრამ დღეს ყველა მიხვდა რომ სანქციები ძალიან ეფექტურია და მთელი მსოფლიოც მიხვდა. სამწუხაროდ იგივე ევროპაც კი თუნდაც შარლ მიშელის პერიოდში კი აქ ჩვენმა პოლიტიკოსებმაც ვერ ივარგეს ბევრმა და ჩვენს გარდა ყველამ დაარღვია ეს პირობა ბოიკოტს გულისხმობ პარლამენტის, მაგრამ ნუ ევროპაც ამკეთკენ იხრებოდა და დასავლეთის მაშინაც ტრამპი იყო სამწუხაროდ შავანათელაშვილი სანქციებს ახსენებდა ხოლმე მაშინ ცოტა წარმოუდგენელი იყო ხო რაღაც არასერიოზულად ეჩვენებოდა კონკრეტულად გამოიყურებოდა მაგრამ ეხლა რეალობის წინაშე როდესაც აღმოჩნდით ეფექტური მექანიზმი აღმოჩნდა და ეს გააცნობიერა იგივე ის რომ მოფერება არც პუტინის შეიძლება ზედმეტი და არც მისი ასე ვთქვათ ორეულების მცირე მასშტაბის ორეულების ხო იგივე სხვა შორის ჯო უილსონს რომ მადლობა არ გადაუხადო აქაც არ შემილია ნუ არ სხვა პოლიტიკოსებზე რა გითხრათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბევრი მხარდამჭერი ყავს მაგრამ ეს ადამიანი გასული შობაც რო გავიხსენოთ შობა დღესაც ჩვენ ვახსოვდით და სანქციების ბიზნეს ივანიშვილის სანქციების ანონსიც მან დაგვიდო გასულ შობას სხვათა შორის 25 დეკემბერს კათოლიკური შობა თქვი მოიხსენიება ხოლმე თუმცა ბევრი მართლმადიდებლური ქვეყანას ეს აღნიშნავს და აღასრულა კიდევაც და ეხლაც დაწერა რომ აიათოლას დასრულებით არ დამთავრდება ეს ამბავი და მისი პარტნიორები და ჩამოთვალა იქ ხამასთან დაკავშირებული ხამასის ხელმძღვანელობა ჰეზბოლას ხელმძღვანელობა ხუსიტები და სხვები და ახსენდა ბიზნეს ივანიშვილის ამ ჩამონათვალში ეს არ არის რეალური ჩვენ გვახსოვს თუნდაც თეთრი ქვების ამბავი ჩემი გურული ბებია რო გავიხსენოთ ცხონებული და ნუ დღეს დედის დღეა და გილოცავ შენს და ყოველას სულოცავ სამწუხაროდ დედაჩემი ამ დედის დღეს ვერ მოესწრო პირველი დედის დღეა რომელსაც მე ესე ხვდები მის გარეშე და ამ ბრძოლაში რა მძიმე იყო დედის საფლავზე მავალი რომ არ გამიშვეს სასაფლაოზე კი ბატონო 40 როცა იყო დედა თქვენი და მისი გარდაცვალებაც ამ ბრძოლის ნაწილი იყო იმიტომ რომ ის ყველაფერში ხელს მიწყობდა არ ჩანდა ესეთი აქტიური მედიასთან არ ჩანდა თუმცა ის რო არ ყოფილიყო მე ესეთი ვერ ვიქნებოდი ხო ნამდვილად მით უმეტეს მამაჩემი 5 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა და მამის მხრიდან ყოველს მებრძოლი ხასიათი ქონა მე დედის სამსახურება როგორიც ვარ და იმის თქმა მინდა რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის ურთიერთდაკავშირებული სანქციები და აქციები ყველა მეთოდი პოლიტიკოსებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ მათ შორის პარტიებსაც მაგრამ წამყვანი როლი მიუხედავად იმისა რომ აი თუნდაც ჩემ პარტიას ეხება და ძალიან ბევრს მუშაობდა და მუშაობს და ნამდვილად მოწინავე იყო ამ კუთხით და რჩება მაგრამ ცალკე პარტიები ვერაფერს ვერ იზამენ პირველ რიგში ქუჩის პროტესტი რჩება ჩვენს მექანიზმად. მიუხედავად იმისა, რასაც ამბობ, რომ კი ახალ კანონებს იგონებენ, მაგრამ ამ კანონების ერთიანად აღსრულებას ერთ დღეში აი ესე აღსრულებას რომ ვერ აკეთებენ და რომ უწევთ ამ მოგონება თუნდაც არის აი ამ რუსთაველის პროტესტის დამსახურება, მე მინდა ბოდიში მოვხადო რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს, მე ალბათ პოლიტიკოსებად რომ მოვიხსენიებთ იმ ადამიანებთან შორის, მე მგონი ლიდერი ვარ დასწრება მოსწრების თვალსაჩინო, მაგრამ დღეს ვერ მოვასწარე, იმიტომ რომ ჩემი ქუჩის ძაღლი რომელიც შეფარებული მყავდა, დღეს სასწრაფოდ წამოსაყვანი გახდა ეს დღეები მეგობარმა შეიფარა და მე
ბავშვი მივიდა, მე მომიხდა მისი წამოყვანა, შემდეგ დავით აკუბარდიასთან ვიყავი სტუმრად, ახლა შენთან ვარ და დიდი მადლობა, არ ვართ განებივრებული ეთერებით და დღეს ვერ დავესწარი ამ აქციას და ბოდიში ყველა იმ ადამიანს, რომელიც ზამ უკვე მეორე წელია, სიცივეში, ყინვაში, თოვლში და ასე შემდეგ იდგას და პირველ რიგში თუ იმეს დამსახურება, თუნდაც იმედის და აი ამ რაღაცა პოსტივის თუ რაღაც უბედურების და დასანქცირება და მანამდე ივანიშვილის და ასე შემდეგ, ეს არის ხალხი. ხალხი, რომელიც იბრძვის, იმიტომ რომ დაუმორჩილობის გარდა სხვა ფორმა ამ ტიპის დიქტატურასთან ბრძოლის არ არსებობს. მაგრამ ჯერ არ თმობენ. ერთი ნაბიჯიც კი არ გადმოუდგამთ, ერთი ნაბიჯი გადმოუდგამთ კი არა, უფრო და უფრო რეპრესიული ხდება მათი პოლიტიკა და მათ მიერ მიღებული კანონები, ხო? პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. აი, როგორ წარმოგიდგენიათ, ლაშა, რა შეიძლება არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ორი მთავარი მოთხოვნაა, ხო? საერთო ყველასთვის. პროტესტის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. აი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ხედავთ, რომ რაღაცას თმობს? კი ბატონო, რაც შეეხება ის, რომ ჩვენ უკვე არ ვცხოვრობთ ფლატ ჩრდილოეთ კორეაში, ეს არის ამ პროტესტის დამსახურება. ის, რომ თუნდაც აი ახლა რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთმა, რომელიც სანქციები ყველაზე მწარია, პირდაპირ ვთქვათ, თვით შეერთებული შტატების სანქციებზე უფრო, იმიტომ რომ ეს ლონდონის ბირჟასთან, ბანკებთან და ასე შემდეგ არის დაკავშირებული და ფიზიკურად ბანკებს უწევთ, გინდა არ გინდა სანქციების გამოყენება. ნებისმიერ გენერალურ პროკურორს მოუწია 250,000 ლარი დაუხადაგეს ანგარიშზე, ხო და ეს სანქციებიც არ იქნებოდა, რომ არა ეს პროტესტი. კი, მადლობა ყველას, ვინც იბრძოდა, შალვათა დაწყებული სხვა პარტიებით გაგრძელებული და ხლაშოს გულისხმობ, მაგრამ პარტიების როლი არის დაუშვათ 30% და ნუ ზოგის მეტი, ზოგის ნაკლები, მაგრამ ძირითადი როლი არის მაინც ქუჩის პროტესტის. რომ არ ჩანდეს, რომ ხალხი იბრძვის, ეს სანქციებიც აღარ იქნებოდა, მინდა გითხრათ. სანქციების გაძლიერება და საბოლოოდ გამარჯვება არის დამოკიდებული აქციების გაფართოებასთან. ბუნებრივია, ეს აქციები უნდა გაფართოვდეს, ფორმებიც უნდა იქნეს გამრავალფეროვნებული, მაგრამ როცა ამბობენ ხოლმე ზოგი მართლა ვერ ხვდება ბუნებრივად და დამღლელია ხა რაზეა საუბარი, მაგრამ მოდი მე მკითხოს ვიღაცამ, აგერ მესამე რეჟიმს ვებძვით და ჯამში ხავ 16 პატიმრობა და ასე შემდეგ და 1000 უბედურება და უნდა გაუძლოთ და უნდა ვეცადოთ ეს პროტესტი გავაფართოვოთ, რეგიონებში იყოს აქტიურობა და საბოლოო ჯამში მივიყვანოთ სიტუაცია იქამდე, რომ ჩვენი გაუტეხლობით თემსოფლიოს მოუწიოს ამ ყოველივეზე რეაგირება, იმიტომ რომ ჯო უილსონის ნაირი გულწრფელი პოლიტიკოსი ალბათ ამერიკაში ყველა არ არის და ზოგადად პოლიტიკოსებში გულწრფელობა და ერთგულება საკმაოდ იშვიათია, მე თვითონ უცხო ხალხის მიმართ, ჩვენ უცხო ხალხი ვართ, მაინც გინდა არ გინდა და პარტნიორები კი ვართ და საერთო ღირებულები გვაქვს დემოკრატიის კუთხით, მაგრამ ჩვენი ბრძოლით უნდა დავანახოთ სოფლიოს, იგივე პირველ რიგში შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, რომლის მოქალაქეთაც რატომღაც რჩება ბიძინა ივანიშვილი დღემდე და არ ვიცი, მე ბიძინა თოლასაც უძახი ბევრნაირად მოიხსენიებ ხოლმე და იმედია აიათოლას ბედს გაიზიარებს დაკლები მსხვერპლით ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული და მასობრივი სანქცირება, რომელსაც აქციები განაპირობებს, გულისხმობს შემდეგს. რა ვიცი, 20 მეთაური და დაწყებული მილიციასაც აღარ უძახი, რუსის ჩაფრებს უძახი, რაც 25 თებერვალს იკადრეს, მაგრამ დაჭერის წინადღე იყო. ესე იგი, 105 წლის დავიყო ოფიციალურად ჩვენი ანექსიის და ჩაშლოცდეს ბარშის, შვიდობიანი აბსოლუტურად ბარში იყო, მოსახსენებელი ბაყაშვილის და იუნკრების და სამშობლო ზამთველების და მოვიდა ეს მილიციელებად თუ პოლიციელებად წოდებული რუსის ჩაფრები, ჩვეულებრივად ვთქვათ, რა ვიცი, საბჭოთა ჯარის წითელი არმიის წარმომადგენლები და ცდილობა ჰქონდათ რომ ჩაეშალათ იგი მანქანა გაიყვანეს, რომელზეც დინამიკები იყო, პლაკატის და გაკეცვაც სადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ერთადერთი გზა გვაქვს, ჩვენ უნდა ვიყოთ გაუტეხელი და თუ დაგვიჭერენ ხვალ და ზეგ და იგივე სისხლის სამართალზე ლაპარაკი აქვს, ერთ წლამდე პატიმრობა მომხრება, ნუ ამ ეტაპზე პირველ შვიდეულში ვიყავ, გონი ახლა 15-ს გადაცდა ასეთ ადამიანთა რიცხვი, მაგრამ დაგვიჭერენ 15-ს, კიდევ 15 და 35 უნდა წავიდეს ამაზე და ჩვენი მასობრიობით საბოლოო ჯამში შეგვიძლია ამის გატეხვა. თავარია უკან დახევა არ იყოს, დროში რა თქმა უნდა შეიძლება ეს ყოველივე გაიწელოს, მაგრამ რაც უფრო ეფექტურად ვიმოქმედებ და მეტი იქნება ჩვენი მხრიდან თავგანწირვა, უბრალოდ შვიდობიან ფორმაზეა ლაპარაკი, სხვა მე არანაირ ფორმას არ გამოვიწყავ თეორიულად, უბრალოდ ჩვენ ახლა შვიდობიანი ფორმის გარდა არაფერი არ გაგვაჩნია, არც გეგმაში მქონია და არც რესურსები გვაქვს. ვიღაცებს რაღაცა ilūziები რო აწუხებს ხოლმე, თუნდაც თავდება სამწუხაროდ ეგეთი ამბები, ხო და რაღაც შეგვიძლია, იგივე განდი მაჩვენა ეს თავის დროზე ინდოეთში და საქართველოში კოსტავამ და გამსახურდიან და სხვებმა, რომ შიშველი ხელებით მაგრამ თავგანწირული ბრძოლით გამარჯვება შეიძლება ნებისმიერ იმპერიაზე თუ დიქტატურაზე და ეს არის ჩვენი რეალური ძალა, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ბოლომდე წავიდეთ და მეტნაკლებად ადამიანების რიცხვი გაიზარდოს, ვინც ამას დაინახავს და ამას გააკეთებს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროტესტი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მართლა პროტესტის დამსახურება
პროტესტმა მოიტანა ის, რომ მაგალითად იზოლაციიდან დღემდე ვერ დააღწიეს თავი და დღემდე ჩვენი უკვე არ ვიტყვი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან არანაირი მათთან შემხებლობა აღარ არის, არანაირი ვიზიტები, არანაირი შეხვედრები. ლაშა, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, როგორ გექცეოდნენ? ანუ თქვენ ამბობთ ხოლმე, ხშირად ამბობთ, რომ ივანიშვილის პირადი შურისძიება, ამ შემთხვევაში მაგალითად თუნდაც თავს ხდება. რატომ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის პირადი შურისძიების მსხვერპლი ხარ და ადამიანები, ვინც გადებენ ბორკილებს, აი რა ხდება მერე, როცა უკვე ჩვენ ვეღარ გხედავთ, როცა კამერები ვეღარ გიღებთ. როგორც წესი, ახლა უშუალოდ დაკავების ადგილას იზოლატორი, ეგრეთ წოდებული KPZ-ზე, მათ მშობლიური რა რუსულიც არიციან, მაგრამ რო უყვართ იმ იმპერიის ენაზე KPZ-ს უძახიან, ანუ დროებით მოთესობის იზოლატორი. მის თანამშრომლები ახლა ტრადიციულად ახლა წინა რეჟიმის პერიოდში ნორმალურად იქცეოდა ხოლმე ჩვენთან მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში, თუმცა ერთს ვიტყოდი, რაც მათ პერსონალზე არ არის და ბევრ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და ფარისევლობას აჩვენებს ამ რეჟიმის. აი იმდენ ფეხებზე კიდიათ საკუთარივე დეკლარირებული პრინციპები. ახლა მე მაგალითად ვთვლი, რომ ქრისტიანი და მართლმადიდებელი ვარ, ესეთი იკლავენ, რომ ჩემზე უკეთეს ქრისტიანები არიან თავს და გაგანია მარხვაში არანაირი საკვები არ არის ადამიანისთვის, რომელიც არ არის ხორციანი. მე ვეგეტარიელი ვარ ცხოველების სიყვარულის გამო, თან მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარხულობდი, უბრალოდ ვეგეტარიელი ვარ 11 წლიდან. არაფერი არ არის უხორცო და ბოლოს ეგეთი მეთოდი შეგვიძლია ვასწავლო პოტენციურ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ შეგიძლიათ ანაკობის სუპიდან სუპი მოახარშინოთ ვერმიშელი, ოღონდ არ ჩააყრევინოთ ის ქათმის და ღორის ხორცის თუ რაღაცის შემცველი ელემენტების შემცველი ფხუნილი. აი ისე თანაგრძნობის ნორმალური ადამიანები რამე შეგიმჩნევია. ნორმალური ადამიანები, როდესაც ხვდებით, ან პოლიციელი, რომელიც გიჭერს, აი თვალებში მაინც თუ ეწერათ, რომ პოლიციელები განსხვავებული არიან. პოლიციელები განსხვავებული არიან, ეხლა ხან როგორი შეხვედრია, ხან როგორი მაგალითად თავდადებული მოწადიდებული კარიერისტები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან ხოლმე, ასეთი მახსენდება გოგა ბემანიშვილი, აი ცნობილი გოგა, ეხლა უფროსობას მიაღწია მგონი პოლიციის, ჩემი დაჭერი დაიწყო, მეგონი მაგანაც ასეთი უღირსი გზით დაწინაურება წლების წინ სხვის აქციაზე მე დამიჭირა, სახში სხვა აქციაზე მივიდოდი, გაჩერებას დამიჭირა ლამის ავტობუსს. ხო და ნუ ამებს კადრულობს ბევრი სამწუხაროდ, დარბევებში ბევრი გვინახავს, ნუ არის გამონაკლისები, რომლებიც პასიურობით მონაწილეობენ, არც ისე ამფლად გამართლება, მაგრამ ნუ შედარებით იმასთან როცა ვიღაცა თავს იკლავს ოღონდ თემატები და მაინტერესებს აი მაგალითად ციხეში თვითონ ციხის თანამშრომლებს მაინც თუ აქვთ იმისი განცდა, რომ უსამართლოდ დატყვევებული ადამიანები ნუ ისინი არის იმედი მაქვს, რომ ეს ესია, უბრალოდ ვერ გამოხატავენ, იმიტომ რომ ნუ აქ ტოტალური კონტროლია ბუნებრივია, მე არ ვიცი ახლა მთლად მათი განწყობის ვერც ილაპარაკებენ ამ თემაზე გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანური მოქცევა ნამდვილად იყო. უბრალოდ აი თვითონ სისტემა ეგეთი, რომ აი ყოველდღე უზარმაზარი სანთლები დარბიან ივანიშვილი და რაღაც თან ერთ დღეს ხეების ოკულტური რაღაც ღირებულების ჯერა და მეორე დღეს სანთელი რაღაც ერთად როგორ არის თავსებადი არ ვიცი და სხვათა შორის პირად შეურაცხყოფაზე რო იყო ლაპარაკი და შურისძიებაზე. მე შავი მიწის ტორტი სიმბოლურად გავაკეთე მივიტანე 18 თებერვალს მის დაბადების დღეზე რუსთაველზე. შარშან ნეხვის ტორტი დავარქვით და ესეთი მივიტანე და შარშანაც მალევე დაიწყეს დაპატიმრების პროცედურები ჩემს მიმართ და ახლაც და ნუ ამ კაც თან ჯერა როგორც ჩანს და ნუ ახლა შავი მაგის ცოტა მოყვარულია და თან კიდე ნუ პირადი შურისძიების ელემენტები აქვს. ახლაც როგორც კი ეს ამბავი მოხდა, სხვათა შორის ვაჟა გაფრიდაშვილმა მითხრა, რომ წინა წელს იყო დაიწყეს ტროლების შემოსევი და მე დამაბატურეს და ვაჟა მითხრა, რომ ისო ახლა აღარ შემოგისევენ ტროლებს, პირდაპირ დაგიჭერენ და მართლა 3 დღეში დარეკეს და უპოვიათ ერთი თვის წინანდელი რა ვიცი კომენტარი, რომელიც მე არ მახსოვდა და ის კომენტარი გააცოცხლეს. ანუ ბიზნეს ივანიშვილს ეგეთ რაღაცები ტკივა და ნუ რა უარესიც ღირსია, რა თქმა უნდა, ივანიშვილი არის პირველ რიგში ღირსი, დამხობის რეჟიმთან ერთად და გასამართლების. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას საქართველოში მოვახერხებთ და მანამ მაინც მადუროს გავსი მედი არ ელის, იმიტომ რომ ჩვენ თუ მოვახერხებთ უკეთესია თუ არა და არც მადუროს ბედზე ვარ ფლათ წინააღმდეგი პირად რო თქვა. თუმცა ხაგის ელემენტების ჯობს და საერთაშორისო სამართლის ნორმებში სრულად ჩატევა, იმიტომ რომ ტრამპს იქ განსხვავებული მიდგომები ახასიათებს ხოლმე. მადლობა, ლაშა, არ ვიცი როდემდე ხარ გარეთ, რიგით მე-17 პატიმრობა როდის გიწევს. მადლობა თქვენ და მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად, რომ ქვეყნის დაპატიმრების
სანაცვლოდ გარკვეული დროით საპატიმროში წავიდეთ და ქვეყანა არ დავაპატიმრებინოთ მის გამყიდველს, იმიტომ რომ ბიზნე ივანიშვილი არის არა სამშობლოს მოღალატე, არამედ სამშობლოს გამყიდველი, რომელიც ბინა-ბინა სოფელ-სოფელ ქალაქ-ქალაქ უბან-უბან კიდის სამშობლოს, მას სხვა ინტერესი არ აქვს და ფასეულობა თუ არა ფული და ჩვენ თუ ხალხი ვართ და მონები არა ვართ, ხმის უფლებას უნდა დავიცვათ, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას უნდა დავიცვათ, ტროტუარზეც და სხვა ადგილებშიც და თუ ქვეყანა გვიყვარს, მზად უნდა ვიყოთ ამ პატიმრობებისთვის, იმიტომ რომ სხვაგვარად თავისუფლება არ მოდის. მადლობა.